აქ ეჭვი არ არის შესაყარე, რომ რა თქმა უნდა დღესაც ისევე როგორც ყოველი წინა დღე გადაიკეტა რუსთაველი ასწავლებს, იმიტომ რომ ეს ქუჩა ჩვენია. და იქამდე ვიდგებით, სანამ არ მივახცევთ საწადელს. Aru. Oh. Oh. Nexariya iseu და მარად რომ ხის ჩავარნა არ იყო, რო არ გადაკეტილი იყო რუსთაველი, ყოველ დღე 200,000 ვერ ვიქნებით, მაგრამ ის რომ ყოველ დღე იკეტება რუსთაველი უკვე ძალიან მაგარია. იო. ეხლა მაიცა ეს მაგარი კაცია ყოველთვის სხვადასხვა იმას აკეთებს. გამარჯობათ. იხართ აქ. ტაძარში მინდოდა შესვლა ახლა. სანთლის დანთება 1-2 სიტყვის თქვა, მაგრამ კარი დაკეტილია რატომღაც. ხო, აი არა უშვის. ხვალე იქნება ღიაზე. მაინც აქ მომიწევს დგომა როგორც ჩანს. ერთ დღეში და 5 წუთში არ გვარდება ეს თემები სამწუხაროდ. მithumetes სუფთა ხელითა და მხოლოდ საინტერესო ხალხითა და განვითარებული მასით, ვისაც არაფერი ძალადობრივთან არ მიგვიწევს, ანუ სურვილიც არ გვაქვს მაგის. ჩვეულებრივ ვდგავართ უბრალოდ. ჯერჯერობით არის რა ქვია მაგას მუზეუმის ბოლო და მერიოტის დასაწყისი რა. მაგამდე ვართ ხალხი და ნელ-ნელა გვემატებიან. თუ გვემატება, თუ როგორც არის. აი იმ კუთხიდან მოდის ხალხი. აქ და მეტროდანაც დავინახე გვემატებოდა. ჯერჯერობით უმეტდებით, როდის ვიქნებით პიკში, არ ვიცი, უმეტესად 9-დან 10:30-მდე არის ხოლმე პიკი. აუ იქით რატო ჩა ეს ალბათ ტელევიზიიდან ხო? ხო არა. ეცილება მომისა. ხალი არ იქნება მშვიდობა. არ იქნება მშვიდობა. კიდე ერთი მარში შემოგვიერთდა. რა თქმა უნდა უკვე გადაკეტილი რუსთაველზე 1-2 საათის თუ 3 საათის წინ, თუ მეტის, არ ვიცი. მე 8-ზე მომიწია მოსვლა, ცოტა ადრე და უკვე გადაკეტილი იყო. იო. გადავიღე, მაგრამ როგორც ჩანს არ ემასაქნა. არ დაამახსოვრა რა. მაგრამ გამიხარდა რომ
წიგნის კითხულობს აგოგონა და რა ვიცი გუშინდელი ჩემი მესიჯიც ეგ იყო რა რომ არა მარტო კითხვა წიგნის არამედ ნებისმიერი სხვადასხვა წყაროდან მოძიება ინფორმაციის და არა მარტო პასუხები არამედ თვითონ კითხვის დასმა ნებისმიერი თემის შესახებ რა რომ თვითონ კითხვის დასმა თუნდაც იაკობ გოგებაშვილი ვინ იყო ან აი არა არის ან ასე შემდეგ არ უნდა მოგერიდოს დასვა კითხვები და ერთად ვეძიოთ პასუხები უკაცრავად გუნდეთ ხო და ეგ არის რა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ თვით განვითარებისთვის თვით შემეცნებისთვის და როდესაც საინტერესო ადამიანი განვითარებული 1000 მხრივ იქნება შანსი არ არის რომ ამ პროპაგანდა მიმოქმედოს ჩვენზე. მიხარია ნებისმიერი ადამიანი ვისაც ხედავ რომ კითხულობს წიგნს. თან ცოტა ქვემოდან დავხედე და ცხოველების ფერმა იყო წიგნი სანამ გადავიღებდი პირველად რომ ვეცდებოდი გადამეღო და არ გადაიღო მერე მივტრიალდი მეორედ ხო ასე მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებელი იქიდან მოსული ხალხია საინტერესო სამბუბო მოიპოვოთ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეგიონებსაც მივაწოდოთ ჩვენი ხმა და ხალხის ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისმოდეს. შეგახსენებთ, რომ ამ ტელევიზიაში ჩვენ ყოველწლიურად ვიხდით 100 მილიონ ლარს და 100 მილიონს ვიხდით იმისთვის, რომ თურმე მოგვატყუოს და აწარმოოს პროპაგანდისტული პოლიტიკა მოატყუოს ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი ბრძოლის შედეგად ყოველწლიურად მოვიპოვეთ დაახლოებით 1 საათი, რაც არ არის საკმარისი სერიალებს ეთმობა მეტი დრო, ვიდრე ჩვენს პროტესტს. 31 დეკემბერი მაგალითად გაშუქდა კატასტროფულად, თითქოს აქ არ იყო ხალხი, თითქოს აქ ამ პროტესტში და აღნიშვნაში არავინ მონაწილეობდა. ამიტომ კიდევ ერთხელ 7 საათზე ყოველდღე ვიკრიბებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან და შემდეგ მოვდივართ აქ რუსთაველზე. დიდი მადლობა. მინდა დავსწრებოდი მათ აქციას საზოგადოებრივ მაუწყებელთან და იქიდან ამას მექნა გამოსულიყავი მათ მარშთან ერთად, მაგრამ ცოტა გვიან მომიწია წამოსვლა და მეგონა რომ უკვე აქ იქნებოდი შემოერთებულები. მაგრამ ჯობდა მივსულიყავი მაინც იქ. გამოგაჩინათ თუ არა? იქაც მივა. გაგიправები. ხო.
ერთ-ერთი მოძღვარი მამაო, რომელიც ჩვენ გვერდით არის, მარად გარი მოჩი ვემზადებით ყველინდელი დღისთვის რა. ჩვენ აქ სულ ვართ. დღეა თუ ღამე, იო. ახლა არის აბა ჰე მაგრა. აბა ჰე ტაქტოვებს დროებით. აი აქ ნარც თამაშობენ. მადლობა. კარგად. იო. ქოცი ტოლია რუსი. არა დეოლიგარქიზაციას, არა რუსეთს და არა დიქტატურას. აი იქ ნელ-ნელა მოდის ხალხი. 2024 ჯუჯების სტუდია. რუსთავ. Fuck the system. შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიფც შენ გუდავ მე ვდგავარ ვიფც შენ მესვრი მე ვდგავარ ვიფც ვდგავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში